საგუშაგო კოშკი. შესაძლოა ამერიკის ისტორიაში მსგავსი არაფერი მოიძებნოს იმისა, რაც აქ ხდება. ეს ადამიანები შრომის კანონმდებლობის წინააღმდეგ ან სხვა რაიმე პოლიტიკური მოთხოვნებით კი არ გამოდიან. არამედ საგუშაგო კოშკის მდიდარი და გავლენიანი საზოგადოების სინდისის გამოსაფხიზლებლად მოვიდნენ. ცნობილი იეჰოვას მოწმეების სახელით. იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაცია მილიონიანი წევრებით, ბიუჯეტით. ადამიანთა ეს ჯგუფი შეშინებული არ ჩანს, რადგანაც მათ აქვთ სათქმელი. თქვენ ვერ ხედავთ იმ ტკივილს, რასაც განვიცდით. ბევრი ჩვენგანი ორგანიზაციის საგუშაგო კოშკის კანონების საფუძველზე მოწყვეტილია ოჯახს. ამ კანონებს აკლიათ სიყვარული, სიკეთე და ქრისტიანული საფუძველი. ორგანიზაცია თავის თავს აყენებს ქრისტეს ადგილზე. ბიბლიაში კი ამაზე არაფერია ნათქვამი. დღეს ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რათა ყურადღება მივაქციოთ ცოცხალ ცრუ წინასწარმეტყველს, რომლის შესახებაც გვაფრთხილებდა უფალი. ისინი გვატყუებდნენ ჩვენ და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც გვაქვს. იეჰოვას მოწმეები. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება იყოს პირქუში, საშინელი ადგილი, სადაც ჭარბობს სიხარბე, გულგატეხილობა და ბოროტება. შესაძლოა აქ სუფევდეს საშინელება, რომელიც დაშორებულია კაცობრიობის უდიდეს ოცნებას, სამოთხეს. რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვაღელვებს ის, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა და ცხოვრების გაგრძელება ახალ, უფლის სამართლიან გზაზე და როგორი მომავალი გველის ჩვენ. ეს თამამი, იმედით ახსავსა სიტყვები, საგუშაგო კოშკის საზოგადოების წიგნიდანაა აღებული. თქვენ შეგიძლიათ მუდამ იცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე. სწორედ ეს დაპირება იზიდავს იეჰოვას მოწმეთა რიგებში მყოფ ადამიანებს. საგუშაგო კოშკის საზოგადოება მიმიზიდა იმ სწავლებით, რომ არმაგედონი ძალიან ახლოსაა. იმდენად ახლოს, რომ ახლა ვინ ცხოვრობს, არ მოკვდება. არამედ მუდამ იცოცხლებს. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად მიმზიდველი ის არის, რასაც ჩვენ გვასწავლიან. უფრო ზუსტად გვასწავლიდნენ, რომ შეგვიძლია დედამიწაზე მუდამ ცხოვრება და ადამიანებსა და ცხოველებს შორის იქნება მშვიდობა. პატარა ბავშვები შეძლებენ ცხოველებთან თამაშს და მთელ დედამიწაზე არც ბოროტება, არც ტკივილი აღარ იქნებოდა. სტატისტიკის მიხედვით, 30 წლის განმავლობაში, 1963-დან 1993 წლამდე, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 4.700.000-მდე გაიზარდა. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იუდჟინ მორტონსონი. იეჰოვას მოწმეთა რიცხვის მატება ფენომენალური გახდა ბოლო წელს. მაგალითად, ჩვენმა ზრდამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6.8% შეადგინა. ყველაფერი დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს, პენსილვანიის შტატში. ჩარლზ ტეიზ რასელმა განიცადა მეორედ მოსვლის მქადაგებლის გავლენა. რასელმა ბიბლიის შემსწავლელი თავისი პირადი ჯგუფი შექმნა, რომელიც შემდგომში გაიზარდა და საგუშაგო კოშკის საზოგადოებად გარდაიქმნა. იგი დაუფარავად დაესესხა ნიუ-იორკელი მეორედ მოსვლის მქადაგებლის, ნელსონ ბარბოურის გამოცხადებას. რასელმა განაცხადა, რომ 1799 წელს მსოფლიომ დასასრულისკენ იწყო სვლა, რომ 1874 წელს იესო უხილავად მოვიდა და რომ 1914 წელს დადგებოდა სამყაროს დასასრული. 27 წლის რასელი ამ წინასწარმეტყველების ღვთაებრივ წარმომავლობაში ისე იყო დარწმუნებული, რომ გაყიდა წარმატებული საგალანტერეო საქმე და სხვა მიმართულებით დაიძრა. ღვთისმეტყველებაში უმეცარმა, საშუალო განათლების მქონე კაცმა დაიწყო სიონის საგუშაგო კოშკის ჟურნალის გამოცემა. დღეს ეს ჟურნალი საგუშაგო კოშკის სახელით არის ცნობილი. ამ გამოცემის ტირაჟი წელიწადში 6,000-დან 400 მილიონამდე გაიზარდა და ის უწინდებურად აწვდის ინფორმაციას იეჰოვას მოწმეებს ყველა ძირითადი სწავლების შესახებ. რასელმა თავის ცხოვრების განმავლობაში უამრავი წიგნი დაწერა, მრავალტომიანი ნაშრომის, წმინდა წერილის გამოკვლევის ჩათვლით. მისი აზრით, ამ წიგნების გარეშე ბიბლიას ვერავინ გაიგებდა და ბიბლიის დამოუკიდებლად კითხვა სულიერ სიბნელემდე მიიყვანდა ადამიანს. რასელის ერთ-ერთი სწავლების მიხედვით,
ეგვიპტური დიდი პირამიდა ღმერთმა შექმნა მეორე მოწმის სახით. ეს უნდა ყოფილიყო კაცობრიობისათვის გამოცხადების ამსახველი. რასელს წამდა, რომ პირამიდის შიდა დერეფნების ზომები ამოწმებენ მის თარიღსა და ვადებს. მისი სიტყვებით, დერეფნებმა დაადასტურეს, რომ სამყაროს დასასრული დადგება 1914 წელს. 1914 წელი დადგა და გავიდა. რასელი და მისი მიმდევრები კი არც დედამიწიდან ამაღლებულან და არც ქვეყნის დასასრული დამდგარა. ჯონ მაინი, რომელიც მაშინ 15 წელს იყო იხსენებს. 1914 წლის დამდეგს, რასაკვირველია მოგვიხდა, გადაგვეხედა ჩვენი შეხედულებებისთვის, რასაც შემდგომში არაერთხელ ვაკეთებდით. ჯერ ვადა გადავიტანეთ 1915 წელზე. მერე 1918-ზე. არმაგედონი რასაკვირველია უკვე არც ისე შორს იყო, მაგრამ 1916 წელს ავადმყოფი, დაღლილი ჩარლზ ტეიზ რასელი იმედგაცრუებული გარდაიცვალა. მტკიცე ხელითა და ფარული პოლიტიკური მანიპულაციებით. ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდი იყო იურისტი მისურიდან, რომელმაც მიითვისა მოსამართლის წოდება. 1917 წელს ის საგუშაგო კოშკის საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა. 1918 წელს მოსამართლე რუტერფორდის სიტყვას სახელწოდებით ამჟამად მცხოვრები მილიონობით ადამიანი არასდროს მოკვდება. დასაბამი დაედო ახალი წევრების მოზიდვის მსოფლიო კამპანიას. ახალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ასევე სამყაროს მომავალი დასასრული, რომელიც უკვე ახლოს იყო. 1925 წელი. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ მტკიცე და უეჭველი დასკვნა, რომ მილიონობით ადამიანი, ისინი ვინც დღეს ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან. 1920 წელს გამოვიდა მილიონების წიგნი. მასში რუტერფორდმა განაცხადა, რომ ბიბლიის თანახმად 1925 წელს მკვდრეთით უნდა აღმდგარიყვნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი და სხვა პატრიარქები, რათა როგორც მთავრებს ემართათ ახალი სამოთხე დედამიწაზე. ბევრ მოწმეს რუტერფორდის წინასწარმეტყველების გულწრფელად სჯეროდა. ისინი ყიდნენ სახლებს, საწარმოებს და მიემგზავრებოდნენ. ცხოვრობდნენ მაწანწალებივით. ყველას თავიანთ ამბავს ამცნობდნენ. 1925 წლამდე ზოგიერთი ფერმერი არც კი თესავდა მარცვლეულს. მათ სწამდათ დასასრულის მოახლოება. დადგა 1925 წელი, მაგრამ ისევე როგორც 1914 წელს არაფერი მოხდა. საგუშაგო კოშკის წინასწარმეტყველება კვლავ მცდარი აღმოჩნდა. რასელის მსგავსად, რუტერფორდიც ამტკიცებდა, რომ დასასრული ახლოს იყო. 1929 წელს რუტერფორდმა ააშენა ეს მდიდრული სახლი. ის განკუთვნილი იყო აბრაამისთვის, ისააკისთვის, იაკობისა და სხვა პატრიარქებისთვის. მათ უნდა ჰქონოდათ საცხოვრებელი ადგილი, როდესაც მკვდრეთით აღდგებოდნენ. ის მდებარეობდა კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს მდიდრულ კვარტალში, სახელწოდებით ბეთ-სარიმ, რაც ებრაულად მთავართა სახლს ნიშნავს. მსოფლიო დიდ დეპრესიაში იყო, მაგრამ რუტერფორდი მილიონერებით ცხოვრობდა. ზამთარს ბეთ-სარიმში ატარებდა, ზაფხულს ევროპაში. იმ დროს, როდესაც ამერიკელები სიღატაკით სულ ზღაფავდნენ და გაჭირვებით ცხოვრობდნენ, რუტერფორდი ლაღად დაქროდა ორი მძლავრი კადილაკით. რუტერფორდის ხელმძღვანელობით საგუშაგო კოშკის საზოგადოება მძლავრ კორპორაციად გარდაიქმნა. ახალი წიგნები, ბროშურები მდინარესავით მოედინებოდნენ. ერთგული მოწმეები მათ სახლებში დაატარებდნენ. რუტერფორდი თავის მიმდევრებს მოუწოდებდა ბეჯითად ეშრომათ ღვთისათვის. ახალგაზრდებს ურჩევდა არ დაქორწინებულიყვნენ, არამედ მთელი თავიანთი ძალებით ეკადაგათ. ამისათვის პორტატულ გრამაფონებსაც იყენებდა. მთელ მსოფლიოში გამრჯე მოწმეები ტრანსპარენტებით მიდიოდნენ კვირა დილით ეკლესიის კართან,
წარწერებით რელიგია ეს ხაფანგია და სიცრუე. საზოგადოება დროს არ ჩამორჩენია და თავისი რადიო სადგური დააარსა. 1933 წლისთვის უკვე 403 სადგური არსებობდა, რომელიც გადმოსცემდა რუტერფორდის შეურაცხმყოფელ გამოსვლებს მღვდლების, პოლიტიკოსებისა და იმათ წინააღმდეგ, ვისაც ის ხარბ ვაჭრებს უწოდებდა. რადიოსა და პრესის მეშვეობით ის განუწყვეტლივ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ სამყაროს დასასრულამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. დასასრული მხოლოდ რუტერფორდისთვის მოვიდა. 1942 წელს ის მოკვდა ბეცარიმში, დიდრულ სახლში, რომელიც ღვთისმსახელის დიდებულ დასტურად იყო აშენებული. ერთადერთი რამ, რაც მოწმობდა ამ სახლის არსებობას, იყო წინასწარმეტყველების ფასი, გადაყვანილი ფულზე. 1959 წელს საზოგადოებამ ხმაურის გარეშე გაყიდა ეს საკუთრება და თავისი ისტორიის ეს უსიამოვნო ფურცელი დაასრულა. დღეს ყველაზე ახალგაზრდა მოწმეებმა არც კი იციან, რომ ოდესღაც არსებობდა ბეცარიმი. რუტერფორდის წასვლით დასრულდა ქარიზმატული პიროვნებების ეპოქა. დღეს ბირთვულ ეპოქაში საგუშაგო კოშკის საზოგადოება გახდა გიგანტური მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ავრცელებს სიკვდილის უწყებას. მილიონიან იეღოვას მოწმეებსა და ღმერთს შორის დგას ერთმართველიანი მმართველობა, რომელიც თავის თავს ხელმძღვანელ კორპორაციას უწოდებს. რამდენადაც იეღოვას მოწმეებს წამთ, რომ ღვთის სიტყვა კაცობრიობამდე მხოლოდ რჩეულთა ჯგუფის საშუალებით აღწევს, იეღოვას მოწმეებიც განუყოფელი ძალაუფლებით სარგებლობენ. თითოეული მოწმე მათ ძალაუფლებას ექვემდებარება დაბადებიდან სიკვდილამდე. რაიმონდ ფრანცი, ავტორი წიგნისა „სინდისის კრიზისი“, იყო კორპორაციის მმართველი და საგუშაგო კოშკის წევრი. თავისი ცხოვრების 60 წლიდან 9 წელი ამ კორპორაციას მიუძღვნა. მისი ნაამბობი ხელმძღვანელობის საიდუმლო თათბირებს ამ ხელს. უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემს ცხოვრებაში. მე თითქოს უხეშად გამომაღვიძეს, როდესაც გავიგე თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. მართლ ჯგუფში მე ვხედავდი ადამიანებს, რომელთათვისაც ბიბლია, ღვთის სიტყვა, სახელმძღვანელო ძალა იყო მათი ყველა დადგენილებისთვის. მათ არსებითად გადაამოწმეს მთელი წმინდა წერილი. რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ყოველი მათი ქმედება დამყარებული იყო ბიბლიაზე, მაგრამ როდესაც მოხვდი მმართველ კორპორაციაში, აღმოვაჩინე, რომ ბიბლიით იშვიათად ხელმძღვანელობდა. თავარი კი საორგანიზაციო პოლიტიკის განხორციელება იყო. დავინახე, რომ კვლავ და კვლავ, როდესაც წამოიჭრებოდა კითხვები და ამავე დროს თუ დგებოდა ხოლმე საორგანიზაციო პოლიტიკის საკითხი, პოლიტიკას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვიდრე საღმრთო წერილს. მე არ შემეძლო არ გამეხსენებინა უფლის სიტყვები მათეს სახარებიდან. მათ გააუქმეს ღვთის სიტყვა თავიანთი ტრადიციების გამო. შესაძლოა ორგანიზაცია ყოველთვის არ ხელმძღვანელობს წმინდა წერილით, თავისი პოლიტიკის ასარჩევად, მაგრამ დაუფიქრებლად იმოწმებს ბიბლიას საკუთარი ძალაუფლების დასასაბუთებლად. საგუშაგო კოშკის საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის არის ერთგული და კეთილგონიერი მონა, რაზეც საუბარია მათეს სახარების 24 თავში. ლეონარდ და მორჯორი კრეტიენი, ავტორები წიგნისა იეღოვას მოწმეები, 22 წელი ორგანიზაციის ერთგული წევრები იყვნენ. ლეონარდი უხუცესის პოსტს იკავებდა და ზედამხედველთა თავმჯდომარე იყო. თავიდან გვჯეროდა, რომ რჩეული მონა ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. საგუშაგო კოშკის საზოგადოება ასწავლიდა, რომ ღვთის სახლის აღმშენებლობა ქრისტიანულ ეკლესიებს წაართვეს და რასელს გადასცეს. რასელის გარდაცვალების შემდეგ მათ მოუწიათ თავიანთი აღმსარებლობა ახალი ვითარებისთვის მიესადაგებინათ. ახლა ისინი ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნიდან 1914 წელს უხილავად გამეფებულ ქრისტეს ჭირდებოდა ორგანიზაცია, რომელიც მის მეფობას აუწყებდა ამ ქვეყნად და წარმართავდა მის საქმეებს. ისინი გადმოგცემენ, რომ რასელმა ზედმიწევნით შეისწავლა ქრისტიანული რელიგიები და უარყო ისინი საგუშაგო კოშკის საზოგადოების სასარგებლოდ. პიტერ კრეგერსონმა თითქმის 50 წელი გაატარა საზოგადოებაში. მას პატივს სცემდნენ. ის მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მე სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რა ხდებოდა ორგანიზაციის შიგნით. მეჩვენებოდა, რომ ისევ და ისევ ყველაფერი საგუშაგო კოშკის საზოგადოების საკითხისა და მათი ხელმძღვანელებისკენ მიემართებოდა. არიან თუ არა ისინი ერთგული მონები. მე ნამდვილად მინდოდა დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის, რომ საზოგადოება მართალია. კრეგერსონმა გადაწყვიტა შეესწავლა ის მოძღვრებები, რომელთა შესწავლა 1919 წელს მოუხდებოდა ქრისტეს. მაშინ, როდესაც იგი თითქოს აფასებდა მსოფლიოს რელიგიურ ორგანიზაციებს. საგუშაგო კოშკის იმდროინდელი უკანასკნელი სწავლებანი შევიდა წიგნში „დაკარგული საიდუმლოება“. იმან, რაც ვნახე, სრულიად შემირყია რწმენა საგუშაგო კოშკისადმი.
ისინი უკვე ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს დასასრული 1914 წელს დადგებოდა და ამ წიგნში, რომელიც ქრისტესთან პირდაპირ სტამბიდან უნდა მოხვედრილიყო, ამბობდნენ, რომ 1918 წლის გაზაფხულზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი პირდაპირ ქუჩაში მოკვდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ქრისტეს უნდა შეესწავლა ეს მასალები, რათა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა დედამიწაზე ყველა საღვთო საქმის მინდობა საზოგადოებისთვის. ისინი უკვე აშკარად სრულ წინასწარმეტყველებაში იყვნენ დამნაშავენი. სრულ წინასწარმეტყველების გარდა დაკარგული საიდუმლოება წმინდა წერილის სხვა მრავალ განმარტებას მოიცავდა. მათი მოსაზრების თანახმად გამოცხადების მე-12 თავში საუბარია, რომ მიქაელი და მისი ანგელოზები რომის პაპი და მისი ეპისკოპოსები იყვნენ. გამოცხადების მე-14 თავში ნახსენებია 1600 სტადიონით დაშორება. პენსილვანიის შტატის ქალაქ სკრენტონიდან ბრუკლინში საგუშაგო კოშკის შტაბ-ბინამდე. იმ შემთხვევაში თუ იმგზავრებთ ქაბაკენის ბორანის ვაკავანის რკინიგზაზე. ბიბლია საუბრობს ზღვის რუჩხულზე, ლევიათანზე. თქვენ ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ გამოიყურებოდა იგი. დაკარგული საიდუმლოება განომარტავს იეჰოვას მოწმეებს, რომ ლევიათანი აი ასეთი მატარებელია და ეს ბერკეტი მისი ენაა, ეს წიგნი. იმდროინდელი საგუშაგო კოშკის მთავარი სახელმძღვანელო შეიცავდა წინასწარმეტყველებას იმის შესახებ, რომ 1918 წელს დემონები დაეუფლებოდნენ ქრისტიანული ეკლესიის გონებას, რომელსაც იგი ღორების სახეობას უწოდებდა. ჩვენი სურვილია, რომ თითოეულმა იეჰოვას მოწმემ დღეს წაიკითხოს დაკარგული საიდუმლოება. შესაძლოა ისინი პიტერ გრეგორსონის დასკვნამდე მივიდნენ. მე დიდი დრო გავატარე ლოცვაში, ფიქრში და მივედი იმ დასკვნამდე, რომ იესო ქრისტე, როგორც მსაჯული, ვერ მიანიჭებდა საგუშაგო კოშკის საზოგადოებას იმ ძალაუფლებას, რომელზედაც მათ ჰქონდათ პრეტენზია. იეჰოვას მოწმეები კვლავ დაჟინებით ათასტურებდნენ, რომ მათი რელიგია ეს ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. ყველა დანარჩენი მათი აზრით შეადგენს მსოფლიო იმპერიის ცრუ რელიგიებს, ბაბილონის მეძავს, რაზეც საუბარია საღვთო წიგნში. საგუშაგო კოშკი აცხადებს, რომ ეს რელიგიები დამნაშავენი არიან მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების სულიერ წაბილწვაში და რომ ისინი განადგურდებოდნენ ღმერთის მიერ არმაგედონში, ხოლო ჭეშმარიტი ქრისტიანები, იეჰოვას მოწმეები დარჩებოდნენ ცოცხლები. ეფონ გაიპი, საგუშაგო კოშკის წარმომადგენელი, შტაბ-ბინის შტატიანი თანამშრომელი ხსნის. ჩვენ მივიჩნევთ იეჰოვას მოწმეებს ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერში ვეყრდნობით ბიბლიას. თავისი რწმენის დასასაბუთებლად საგუშაგო კოშკის ორგანიზაციამ გამოსცა ბიბლიის საკუთარი თარგმანი. სათაურით ახალი ქვეყნიერების თარგმანი. ამ თარგმანის მიმართ ნდობის გამოსაწვევად საგუშაგო კოშკის ხელმძღვანელობამ განზრახ დაამახინჯა ცნობილი ბერძენი სპეციალისტის სიტყვები, დოქტორი მენტი ბერძნული ენის მცოდნე. იყო ერთ-ერთი იმ მათგანი, ვისი სიტყვებიც კონტექსტიდან ამოიღეს. საგუშაგო კოშკი ამტკიცებდა, რომ მან მოიწონა ახალი ქვეყნიერების თარგმანი. თავად დოქტორი მენტი ამას არ ეთანხმება. არ შემხვედრია არც ერთი ეგრეთ წოდებული თარგმანი, იმდენად დაშორებული იმისგან, რასაც სინამდვილეში წმინდა წერილი გვასწავლის. როგორც იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნებია. ისინი ბერძნული და ებრაული ორიგინალებიდან დაშორებულია. დოქტორ მენტმა იეჰოვას მოწმეების ბიბლიას შოკის მომგვრელი პაროდია უწოდა. მოძველებული და მცდარი. თქვენ არ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მათ აზრებს, იმიტომ რომ ტექსტი დამახინჯებულია და შეცდომაში შემყვანი. მათ განზრახ შეცვალეს ბიბლიის სიტყვები, იმისთვის რომ ისინი თავიანთი სწავლებისათვის შეეთანხმებინათ. მათ ბევრ ადგილას დაამახინჯეს წმინდა წერილი, განსაკუთრებით იქ, სადაც იესო ქრისტეს ღვთაებრივ წარმოშობაზეა საუბარი. მათ მიერ დამახინჯებული წმინდა წერილის დასადასტურებლად საგუშაგო კოშკი ოკულტისტებსაც მიმართავდა. თავიანთ ბევრ გამოცემაში იეჰოვას მოწმეები ეყრდნობოდნენ ახალ აღთქმას, ბიბლიას, რომლის თარგმანიც იოჰანეს გრეგორს ეკუთვნის. იგი იყო სპირიტისტი და ოკულტიზმის პრაქტიკით დაკავებული. მისი თარგმანი სულიერი დესპანების ხელმძღვანელობით და ცოლის დახმარებით შესრულდა. ამ უკანასკნელმა თავი მეუღლის სულიერ მემკვიდრედ გამოაცხადა. საგუშაგო კოშკის მზადყოფნა ეღიარებინათ ნებისმიერი ავტორიტეტი ჩანს ჩარლზ რასელის სიტყვებიდან სიონის საგუშაგო კოშკის 1879 წლის ივლისის ნომერში, სადაც ის ამტკიცებდა: ჭეშმარიტება მოცემული სატანისგან ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ღმერთისგან თქმული. მიიღეთ ჭეშმარიტება, სადაც არ უნდა აღმოაჩინოთ, რასაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ეს ფილოსოფია ასახული ახალი ქვეყნიერების თარგმანში იეჰოვას მოწმეების მიერ. როდესაც საგუშაგო კოშკის პირვანდელი სწავლება იმის შესახებ, რომ 1799 წელს მსოფლიო დასასრულამდე მივიდოდა, რომ იესო უხილავად მოვიდა 1874 წელს და რომ 1914 წელს სამყაროს დასასრული იქნებოდა მცდარი აღმოჩნდა.
მაშინ ეს სწავლებანი სათანადოდ გადაიხედა. ახალ ვარიანტში 1914 წელი გახდა წელი ქრისტეს უხილავი დაბრუნების. ასევე ჟამთა აღსასრულის დასაწყისი. ამ თარიღს უწოდებდნენ არა თეორიას ან ვარაუდს, არამედ მყარ, უდაო ფაქტს. იუჯინ მარტენსონი, საგუშაგო კოშკის საზოგადოების წარმომადგენელი. ბიბლიის თავისებური გაგებიდან გამომდინარე იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ 1914 წლის შემოდგომიდან იესო იმეფებს თავის სამეფოში. მისი სიტყვების თანახმად მათეს სახარების 24 თავიდან. საგუშაგო კოშკის საზოგადოება ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ 1914 წლის თაობას ძალიან ცოტა დრო რჩება. ისინი, ვინ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მოხუცდნენ და თუ ყველა არმაგედონამდე გარდაიცვლება, მაშინ იეჰოვას მოწმეებს კიდევ ერთი ცრუ წინასწარმეტყველების განმარტება მოუწევთ. უსიამოვნების მოახლოების წინადგრძნობით ხელმძღვანელობა მოამზადა საბუთი 1914 წლის დასასრულის გადატანისა, 1957 წლისთვის, როდესაც ეს წინადადება განიხილებოდა, რაიმონდ ფრანცი მმართველი კორპორაციის წევრი იყო. ახლა ამ საბუთში ისინი ანვითარებენ აზრს, რომ დასასრულის მომსწრე თაობა არ უნდა აღირიცხოს 1914 წლიდან. ისინი ჩაებღაუჭნენ იესო ქრისტეს იმ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც გამოცხადება აისახებოდა ზეცაზე. და ამგვარად გვთავაზობენ თარიღის გადატანას 1957 წლისთვის. იმ დროისთვის, როდესაც რუსებმა კოსმოსში თანამგზავრი გაუშვეს. ახლა ისინი ამბობენ, რომ ზუსტად ეს ზეციური ფენომენი აღნიშნავდა თაობას, რომელიც ნახავდა უკანასკნელ საშინელებას. მმართველმა კორპორაციამ საბოლოოდ უარყო თანამგზავრის იდეა, მაგრამ 1914 წლის თაობას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. როგორ აირჩია საგუშაგო კოშკმა 1914 წელი ამოსავალ თარიღად. მათი ქრონოლოგია ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან აითვლება, რომელსაც ისინი მიიჩნევენ იერუსალიმის აღების თარიღად ბაბილონელების მიერ. კარლ ოლოფიონსენი, ავტორი წიგნისა წარმართული ხანის აზროვნების პიესები, ყოფილი უხუცესი იეჰოვას მოწმე და პიონერი მსახური. თავიდან ქრონოლოგიასთან დაკავშირებით ეჭვი არ მეპარებოდა. ჩემი აზრით, ბიბლია მის სასარგებლოდ მეტყველებდა. მე რასაკვირველია ვიცოდი, რომ ისტორიკოსები იერუსალიმის დაცემის თარიღს, არა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს, არამედ ძველი წელთაღრიცხვით 587 ან 586 წლებს თვლიდნენ. 1968 წელს ბიბლიის შესწავლა დაიწყე ადამიანთან ერთად, რომელსაც აინტერესებდა, თუ რატომ გთავაზობდნენ ისტორიკოსები 20 წლით დაგვიანებულ თარიღს. ამგვარად, ამ საკითხის შესწავლისას მალე აღმოაჩინე, რომ ისტორიკოსთა აზრის მიღმა მყარი ფაქტები იდგა. იონსენმა თავი მოუყარა თავის კვლევის შედეგებს და საგუშაგო კოშკის ხელმძღვანელობას გაუგზავნა. მაგრამ საზოგადოების ბელადები თავიანთი სწავლების ხელშეუხებლობას უფრთხილდებოდნენ. მე მივიღე წერილი იმ გაფრთხილებით, რომ ჩემი აღმოჩენები სხვა მოწმეებისთვის არ გამეზიარებინა. იმისთვის, რომ დაემალათ იონსენის 7 წლიანი გამოკვლევების შედეგები, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ კარლ ოლოფ იონსენი თავისი წევრობიდან გარიცხა. ჩვენ ქადაგებთ იმას, რომ იესო ქრისტე ღვთისშვილი იყო. ქრისტე იყო პირველი, ვინც შექმნა იეჰოვამ და მისგან შეიქმნა სხვა დანარჩენი. ზოგიერთი რელიგია გვასწავლის, რომ ღმერთი და იესო ერთი და იგივეა, მაგრამ ამას ბიბლია არ ასწავლის. ანუ არც იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ამას. როგორც ჩვენ გვჯერა, ბიბლიური სწავლების მიხედვით, იესო მთელ რიგ დავალებებს ასრულებს იეჰოვას უმაღლესი ღმერთისთვის. ებრაულ საღმრთო წერილებში მაგალითად მას უწოდებენ მიქაელს. მიქაელი სიტყვით თარგმანით ნიშნავს ღმერთის სადარს. მოწმეებს ჯერათ, რომ იესო ქრისტე არის სულიერი არსება, უზენაესი ანგელოზი. ღმერთ იეჰოვას პირველი ქმნილება, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე არსებობდა ზეცაში მთავარანგელოზ მიქაელის სახით. თავდაპირველად იესო იყო სიტყვა, ან მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც დედამიწაზე ქალწულმა მარიამმა შობა. ის იყო უნაკლო, უცოდველი ადამიანი. იესო დედამიწაზე ცხოვრობდა როგორც ადამიანი, ხოლო ნათლობის შემდეგ ის გახდა ქრისტე. იეჰოვას მოწმეებს ცუდ ჯვარი,
ისინი მას მიიჩნევენ მხოლოდ და მხოლოდ წარმართულ სიმბოლოდ, რომელიც განდგომილმა ქრისტიანებმა გადმოიღეს. მათი მოძღვრების თანახმად იესო გარდაიცვალა არა ჯვარზე, არამედ ვერტიკალურ ბოძზე გაკრული. ქრისტეს სხეული კუბოში ჩაასვენეს, სადაც სამუდამოდ განადგურდა ღმერთი. შემდეგ იესო მამა ღმერთმა აღადგინა. სანამ იესო ზეცად ამაღლდებოდა, იგი სხვადასხვა სხეულში გარდაისახებოდა, რათა დაერწმუნებინა თავისი მოწაფეები და ხალხი მის აღდგომაში. იესო დაუბრუნდა თავის მამას ზეცაში, სადაც ისევ მთავარანგელოზი მიქაელი გახდა. იესო აღარასდროს დაუბრუნდება დედამიწას ხილული სახით, მაგრამ უხილავად მართავს სამყაროს. განკითხვის დღეს არმაგედონის დროს იეღოვას ერთგული მოწმეების გარდა ის ყველას გაანადგურებს. დედამიწის მკვიდრნი ვეღარასოდეს იხილავენ იესოს, ან მთავარანგელოზ მიქაელს. მას ნახავს მხოლოდ 144,000 რჩეული მოწმე, რომლებიც მასთან ერთად ზეციდან იმეფებენ. თუ გადაწყვეტ ირწმუნოთ თანამედროვე წინასწარმეტყველება არმაგედონზე და გადაწყვიტეთ დაიზღვიოთ თავი და გახდეთ იეღოვას მოწმე. აღმოჩნდებით უნიკალურ ორკლასიან რელიგიაში. მხოლოდ უმაღლეს კასტას გამოცხადებაში ნახსენებ 144,000 აქვს გარანტირებული ადგილი ზეცად. მათ ცხებულთ უწოდებენ. საგუშაგო კოშკის საზოგადოების სწავლების თანახმად იეღოვას მოწმეების უმეტესობა შეადგენს მეორე ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სხვა ცხვრები. მათ არ აქვთ ზეცაში სუფევის იმედი, ისინი ყოველთვის დედამიწაზე იქნებიან. წელიწადში ერთხელ საიდუმლო სერობის დღესასწაულზე იეღოვას მოწმეები და მოწვეულნი იკრიბებიან გარეგნულად ზიარების მსგავს ცერემონიაზე. მხოლოდ დღესდღეობით მცხოვრები კასტის წევრები, მათი რიცხვი დაახლოებით 9,000-ია მსოფლიოში. იღებენ პურსა და ღვინოს. მილიონობით სხვა ცხვრები ზიარებას არ იღებენ, რადგანაც არ შევიდნენ ახალ აღთქმაში და ამგვარად არ აქვთ ქრისტესთან ურთიერთობა. მაშინ ცხოვნების რა იმედი უნდა ჰქონდეთ მათ? იეღოვას მოწმეს აუხსნეს, რომ მარადილ ცხოვრებას მხოლოდ იესოსგან არ უნდა ელოდეს ის. მისი ადგილი სამოთხეშია. ისევე როგორც სხვა ცხვრებისა, დამოკიდებულია ორგანიზაციაზე. ორგანიზაცია კი ამბობს, რომ მან უნდა დაიმსახუროს თავის ცხონება, სახლებში სიარულით. უცნაურია, მაგრამ შეუძლიათ ერთდროულად ორი სრულიად საპირისპირო მოძღვრების სწავლება. ისინი თანხმდებიან იმაში, რომ ბიბლია ასწავლის ცხონებას მოწყალებით და უმსახურებელი ღვთისწყალობით, როგორც ისინი ამბობენ და არა თავის საქმეებით. რიგით მოწმეს მაინც წამს, რომ ის არასდროს მიიღებს მარადილ ცხოვრებას, თუ არ შეასრულებს საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ დავალებულ საქმეებს. სახლებში საქადაგებლად სიარულს, რეგულარულ დასწრებას კრებებზე და სხვა მრავალ მოთხოვნას. ორგანიზაციაში შემავალი მოწმეები კვირაში 5 საათს კრებებს ესწრებიან. გარდა ამისა, ევალებათ ყოველ თვეს დიდი დრო დაუთმონ სახლებში სიარულს, ლიტერატურის გავრცელებასა და ადამიანების მოქცევას. ყოველთვის უნდა იყვნენ ღირსეულები, იმისთვის რომ არმაგედონში ღვთის რისხვა ასწდეთ. მიუხედავად იმისა, რომ გვწამდა ღმერთის სიყვარული იყო, ჩვენ ყოველთვის გვეშინოდა იმისა, რომ ღმერთი მოულოდნელად გაგვანადგურებდა. ერთხელაც მოვიდოდა არმაგედონი და ჩვენ შეიძლება ვეღარ მოგვესწრო. თუ კვირა დღეს ჩვენ საქმიანობას თავს ვანებებდით და ოჯახებთან ერთად ტბაზე მივდიოდით ან სხვაგან, თავს დამნაშავედ გვგრძნობდით. წევრების მკაცრი კონტროლისათვის ორგანიზაცია ყოველთვიურ ანგარიშს ითხოვს იმათგან, ვისაც აქტიური იეღოვას მოწმეების სიაში მოხვედრის სურვილი აქვთ. ჩვენ არ ვაწარმოებთ წევრობის სიებს. ერთადერთი ჩანაწერი, რაც გვაქვს, არის ის, ვინც ნამდვილად დადის სახლებში მოსახლეობის მოსაქცევად.
დღეს, როდესაც იეღოვას ახალი მოწმეები ინათლებიან ბიბლიური ნათლობის სიტყვების, მამისა და ძისა და სულისაწმინდისა ნაცვლად, მოწმეებს ნათლავენ მამისა და ძისა და ორგანიზაციის წარმმართველის სულის სახელით. მათთვის ეს უსიტყვო მსხვერპლშეწირვაა. ახლა ისინი საკუთარ ცხოვრებაზეც იტყვიან უარს, რათა მათი შემოქმედის ნება შეასრულონ. ასეთი ნათლობით იეღოვას მოწმე ორგანიზაციის მონა ხდება სამყაროს დასასრულამდე. იეღოვას მოწმეები ცხოვრობენ მკაცრი აკრძალვების ავტორიტარულ სისტემაში. მათ ეკრძალებათ არჩევნებში ხმის მიცემა, ან იყვნენ არჩეულები. ეკრძალებათ დღესასწაულების აღნიშვნა, ქრისტიანულ ორგანიზაციებში შესვლა, დროშისათვის პატივის მიღება, ეროვნული ჰიმნის შესრულება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, სამხედრო სამსახურში მსახურება ან პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციებში მუშაობა, სისხლის გადასხმა, საგუშაგო კოშკზე კრიტიკული სტატიების წაკითხვა და ყოფილ იეღოვას მოწმეებთან ურთიერთობა და ეკლესიაში სიარული. თუ უფროსი თაობის მოწმეების ცხოვრება ასე არის შეზღუდული, სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას. ორგანიზაციამ გამოუშვა წიგნის სკოლა და იეღოვას მოწმეები, იმისთვის რომ განუმარტონ სკოლებს თუ რა ეკრძალებათ იეღოვას მოწმეების შვილებს. დაბადების დღეების, შობის, აღდგომის, სხვა რელიგიური დღესასწაულების, სახელმწიფო დღესასწაულების აღნიშვნა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ჭადრაკის თამაშიც კი. ასევე ეკრძალებათ დროშის აღმართვა, დისკოთეკებზე სიარული, ეროვნული ჰიმნის შესრულება, სამშობლოს ერთგულებისთვის ფიცის მიცემა. ეს ბავშვები მათი მსხვერპლია. იეღოვას მოწმეების ბავშვებს არ შეუძლიათ სკოლის ნორმალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, რის გამოც მათ დასცინიან. ბავშვები განიცდიან. ერთის მხრივ მათ სურთ ასიამოვნონ მშობლებს, მეორეს მხრივ სურთ მასწავლებლებისგან და თანაკლასელებისგან აღიარება. ამ წრიდან ბავშვები თავს ვერ აღწევენ. გრძნობები ტანჯავენ. მე საკუთარ თავზეც განვიცადე, რადგან ჩემი გოგონა თითქმის ყოველ დღე ტიროდა სკოლაში. სანამ მეოთხე კლასში ერთი კეთილი მასწავლებელი არ დაეხმარა მას თავისუფალი ნების შეგრძნებაში. იეღოვას მოწმე ბავშვის ცხოვრება ძალიან მარტოსულია, რადგან თანაკლასელებთან, მეზობლებთან თამაში, თუ კი ისინი მოწმეები არ არიან, ცუდ კამპანიად ითვლება. საგუშაგო კოშკის საზოგადოება მოწმეებს სუფთა, ბედნიერ და ზნეობრივ ადამიანებად თვლიდა. ბიბლია ბევრს საუბრობს ოჯახური ცხოვრების შესახებ, ამიტომ ყავთ იეღოვას მოწმეებს ასეთი ბედნიერი ოჯახები, რადგანაც ბიბლიის პრინციპების მიღებას ვცდილობთ. ეს იცავს მათ ოჯახში შემოჭრილი სტრესისაგან და პრობლემებისაგან. მაგალითად, იეღოვას მოწმეებს შეუძლიათ იმ სიძნელეების გადალახვა, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან ისინი. ამიტომაც ჩვენთან გაყრის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ასევე დაბალია მოზარდთა დანაშაული. ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, რაც იმას ამტკიცებს, თუ რაოდენ სასარგებლოა ღვთის სიტყვის აღსრულება. ყოფილი იეღოვას მოწმე ამას არ ეთანხმება. ბავშვობაში იეღოვას მოწმეებს შორის ცხოვრებისას მე მათ სუფთა, ღვთიურ ორგანიზაციად თვლიდი. მაგრამ შემდგომში დავინახე, რომ ჩვენ არაფრით განსხვავდებოდით იმათგან, ვისაც განვიკითხავდით. როგორც მომავალმა უხუცესმა დავინახე სამწყსოს ცხოვრების საშინელი მხარეები. წევრები მოდიოდნენ ჩემთან თავის პრობლემებით. მე დავინახე, რომ ზოგიერთი უხუცესი უპატიოსნო გარიგებებსა და უზნეობაში იყო გახვევი. მივხვდი, რომ არაფრით ვჯობდით იმ ადამიანებს, ვინც ორგანიზაციის წევრი არ იყო. როდესაც დავტოვე ბეთელი, მე მიჭირდა მშობლებისთვის იმის აღწერა, რაც იქ ხდებოდა. გაუთავებელი ლოთობა, ჰომოსექსუალიზმი. ბოლოს და ბოლოს საგუშაგო კოშკი იძულებული გახდა ეღიარებინა ის, რომ უზნეობამ წალეკა ორგანიზაციის მაღალი ფენა. შოკის მომგვრელია თავად ის, რომ იეღოვას ყველაზე ცნობილი და აქტიური მოწმეები იწყებენ ამორალურ საქციელს, ჰომოსექსუალიზმს, ცოლების გაცვლას, არასრულწლოვნების გახრწნას. იეღოვას მოწმეების ალკოჰოლიზმმა, დეპრესიამ და ფსიქიკურმა აშლილობამ პროფესიონალი ფსიქიატრების ყურადღება მიიქცია. ექიმი ჯერი ბერგმანი, ყოფილი იეღოვას მოწმე, სპეციალისტი ფსიქოლოგიის დარგში. ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალ ექიმად მუშაობისას მე საკმაოდ ბევრ იეღოვას მოწმესთან მქონდა ურთიერთობა. აღმოვაჩინე, რომ ბევრი მათგანი იტანჯებოდა ემოციური აშლილობით, შიზოფრენიით, მძიმე დეპრესიით, ალკოჰოლიზმით და სხვა დაავადებებით. გარდა ამისა, მე შევისწავლე სამეცნიერო ლიტერატურა და აღმოვაჩინე,
რომ დაავადების დონე იეღოვას მოწმეებს შორის საშუალოზე მაღალია. საგუშაგო კოშკის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი იარაღი ეს არის მუქარა წარსდგე უხუცესთა სასამართლოს წინაშე. ამ ძლევამოსილი სასამართლოს განაჩენი შესაძლოა იყოს საზოგადოებრივი გაკიცხვა და ძმობიდან გარიცხვა. საგუშაგო კოშკის სასტიკმა პოლიტიკამ ათასობით ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დოტი ჰაიტის ოჯახი საგუშაგო კოშკის ფოლადივით ცივ სწავლებას შეეჯახა, როდესაც მათ 17 წლის ბიჭს მოეწონა გათხოვილი იეღოვას მოწმე. სინდისის კენჯნის განცდით ბილი მიმართა მშობლებს. ის სულ გაგიჟდა, იყო დადრგუნული და არ იცოდა რა ექნა. მეტი არ შემიძლია ვამბობ და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. მე და ჩემი ქმარი საათობით ველაპარაკებოდით. ყველაფერი გავაკეთეთ და რაც შეგვეძლო ყველაფერი უთხარით. ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ არ არსებობდა გადაულახავი მდგომარეობა, მაგრამ მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ჩვენ როგორც მოწმეებს გვასწავლიდნენ, რომ დახმარებისთვის არ მიგვემართა რომელიმე დარგის სპეციალისტისთვის. ეს ხელფეხს გვიბოჭავდა. ჩვენ არ ვიცოდით რა გვექნა. ოჯახმა უხუცესს მიმართა. უხუცესმა ბილი გაიწვია გვერდზე. მშობლებს ეგონათ, რომ გადაწყვეტილება აღარ დააყოვნებდა, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა. ჩვენ ფიქრობდით, რომ უხუცესი მოუნახავდა ბიჭს სანუგეშო სიტყვებს. თუნდაც არავის დავიწყებოდა ის, რაც ამ ბიჭმა გააკეთა. ის ხომ დახმარებას ითხოვდა. მას ჭირდებოდა დამშვიდება. ბიჭი თავს დამნაშავედ და დაკარგულად გრძნობდა. იმის ნაცვლად უხუცესმა მხოლოდ ის უთხრა, რომ ხვალ საბჭო მის საქმეს განიხილავდა. ბიჭი ჩაჯდა ჩემი ქმრის მანქანაში, სადაც ის ინახავდა კანისტრას საწამლავი სითხით და დალია. 20 წუთის შემდეგ ის საავადმყოფოში იყო. ზუსტად 3 კვირაში ის გარდაიცვალა. გამოხატეს თუ არა თანაგრძნობა იეღოვას მოწმეება ამ ტრაგედიის მიმართ. ბილის და რონდა. როდესაც იგი გარდაიცვალა, ამან სულ გამანადგურა. ვერც ერთმა მისმა მეგობარმა, ვისაც ჩემი ძმა მთელი ცხოვრება იცნობდა, ვერ შეძლო მოსვლა გასვენებაში. ამან მტკივნეულად იმოქმედა ჩემზე. იეღოვას მოწმეები ამბობენ, რომ აძლიერებენ ოჯახებს. მათი წყალობით ჩემმა ძმამ თავი მოიკლა. დედაჩემმა თვითმკვლელობას სცადა. ჩემს ორდას და ძმას ურთიერთობა არ აქვს ჩემთან. ბებია არ მელაპარაკება. ბაბუაც არ მანახა სიკვდილის წინ. მათ არ გააძლიერეს ჩვენი ოჯახი. მათ სრულიად გაანადგურეს ის. კორპორაციის ხელმძღვანელმა წევრებმა შეიძლება თავიდან აიცილონ გაკიცხვა ერთი სასოწარკვეთილი ბიჭის სიკვდილის გამო, მაგრამ აიცილებენ კი პასუხისმგებლობას იმ მოქმედებების გამო, რომლებიც აფრიკულ ქვეყანაში, მალავიში ჩაიდინეს. მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია ათასობით მოწმის ჯანმრთელობის განადგურება. 60-იან წლებში მალავიის მთავრობამ ყველა მოქალაქეს უბრძანა ეყიდა 25 ცენტის ღირებულების პირადობის მოწმობები. საზოგადოების განყოფილებამ აუკრძალა იეღოვას ყველა მოწმეს დამორჩილებოდა ამ კანონს, რის შედეგადაც იეღოვას მოწმეები იდევნებოდნენ. წავდნენ მათ სახლებს და ნათესებს. ათასობით ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა. იეღოვას 25,000 მოწმე იძულებული გახდა მალავიიდან გაქცეულიყო და ლტოლვილთა ბანაკებში ეცხოვრათ, მთელი ცხოვრების დამახინჯებით. იეღოვას მოწმეები ახლა ასწავლიან, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა ცოდვაა. ასევე ასწავლიან, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა ცოდვაა, მაგრამ ჩვენ ხედავთ ორ სხვადასხვა ურთიერთობას. ერთს აფრიკულ ქვეყანა მალავიში, მეორეს მექსიკაში, სადაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსავალი არსებობდა. როდესაც მექსიკაში მცხოვრებმა იეღოვას მოწმეებმა გაიგეს, თუ როგორი საშინელი დევნა განიცადეს მათმა ძმებმა 25 ცენტიანი პირადობის მოწმობის გამო, მათ საშინლად განიცადეს. იმიტომ რომ მექსიკაში ნებისმიერი ახალგაზრდა კაცი ვალდებულია 1 წელი იმსახუროს ჯარში. მას აძლევენ მოწმობებს, ეგრეთ წოდებულ ქარტიას. იეღოვას მოწმეები ჩვეულებისამებრ და რეგულარულად ქრთამავენ სამხედრო მოხელეებს, იმისთვის რომ ბარათში სამხედრო მომზადების დასრულება და არმიის რეზერვში გადაყვანა აღინიშნოს. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იეღოვას მოწმეებმა მომწეს წერილების ასლი საგუშაგო კოშკის ნიუ-იორკის შტაბ-ბინიდან, სადაც ნათქვამია: ეს მხოლოდ თქვენი სინდისის საკითხია და თუ კი ვინმე თვლის, რომ შეიძლება ქრთამის მიცემა მოხელისათვის და ბარათის მიღება, რომელშიც ნათქვამია სამხედრო სამსახურის გავლისა და ახალ რეზერვში ყოფნის შესახებ. ეს მისი უფლებაა.
იეღოვას მოწმეებს ჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც მმართველ კორპორაციას შეადგენენ, ღმერთის რჩეულნი არიან. და მაინც, გულგრილობისა და უვიცობის გამო, მმართველმა კორპორაციამ მოწმეების ნაწილს მოხელეების მოსყიდვის უფლება მისცა. ამავე დროს სხვა მოწმეები მოქმედებისკენ აიძულა, რაც საბოლოოდ ძალადობითა და ხოცვა-ჟლეტით დასრულდა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ მოქმედებებისკენ მათ ღმერთმა უბიძგა. მმართველი კორპორაციის საცეცები მედიცინის დარგებსაც წვდება. ლევიტელთა წიგნის მე-17 თავის მე-10 სტრიქონში ნათქვამია, რომ არ შეიძლება სისხლის სმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთს არ ნებავს ჩვენი ცხოვრების დაცვა სხვის ხარჯზე. ამის გამო ვიკავებთ თავს სისხლის გადასხმისგან. როგორც იეღოვას მოწმეებს, ჩვენი გოგონასათვის სისხლი რომ გადაგვესხა, ორგანიზაციიდან გარიცხულები ვიქნებოდით. ბოლოს მოვიდნენ ექიმები და ულტიმატუმი წაგვიყენეს. მათ გვითხრეს, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ იეღოვას მოწმეები ხართ. თქვენთვის არ შეიძლება სისხლის გადასხმა. ექიმმა თვალებში შემომხედა და მითხრა: მისტერ ბლაზერ, თქვენი გადასაწყვეტია თქვენი შვილის სიკვდილსიცოცხლის საკითხი. მახსოვს, როგორ მივედი ჯენის საწოლთან და ავიყვანე ხელში. ის გახვეული იყო სადენებში, რომლებიც სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. მე ხელში მეჭირა ჩვენი ერთადერთი გოგონა. მივედი ფანჯარასთან და შევხედე ღრუბლებს ცაში. ავტირდი და ვთქვი: ო ღმერთო იეღოვა, მე ვლოცულობდი. ჩვენ გვგრძნობდით, რომ უნდა დაგვეცვა ღვთის კანონი. გაგვეკეთებინა ის, რასაც ყოველთვის გვასწავლიდნენ და დაგვეშვა შვილის სიკვდილი. ჩვენ ისევ დაუძახეთ ექიმებს და ვუთხარით, რომ ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვიყავით დაგვეშვა მისი სიკვდილი იმისთვის, რომ დაგვეცვა ღვთის კანონი. დაახლოებით 9 საათის შემდეგ შერიფის თანაშემწე მოვიდა ჩვენთან და უწყება გადმოგცა. მათ თქვეს, რომ სასამართლოს საქმე ჰქონდა აღძრული და გოგონა სისხლს მიიღებდა. მათ გააფრთხილეს საავადმყოფოს პერსონალი, რომ არ დაეშვათ ჯენის გაყვანა საავადმყოფოდან. ჩვენ ბრალი დაგვდეს ბავშვის მიმართ დაუდევარ და სასტიკ მოპყრობაში. მრავალი მოწმე მოდიოდა. იკრიბებოდნენ ოთახში იმ მიზნით, რომ გადმოეცათ ჩვენთვის საგუშაგო კოშკის სტატიები სისხლის გადასხმის შესახებ. შენ არ უნდა დაუშვა, რომ ბავშვს სისხლი გადაუსხან და ამით უფრო ამძიმებდნენ ჩვენს დანაშაულს. უხუცესები დამშვიდნენ, როცა გაიგეს, რომ ჯერ კიდევ იყო ჯენის საავადმყოფოდან გაყვანის დრო. ისინი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ ჰქონდათ გეგმა, შეიძლებოდა ვერნფრენის ქირაობა და ბავშვის მოტაცება. მხოლოდ მილების გათიშვა იყო საჭირო. მე ვუთხარი, რომ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება. ეს კანონდარღვევა იყო. მე მკვლელობაში დამდებდნენ ბრალს. მათ მითხრეს, რომ ეს შანსი გამომეყენებინა. მე ვუპასუხე, რომ ვერ დაუშვებდი ჩემი შვილის ამგვარ სიკვდილს. უხუცესები გაბრაზდნენ და გაღიზიანებულები წავიდნენ. ერთ-ერთმა უხუცესმა თვალებში შემომხედა და მითხრა, რომ იმედოვნებდა გოგონას ამ სისხლთან ერთად ჰეპატიტიც დაემართებოდა. ჩემმა ახლობლებმა საღვთო ორგანიზაციამ მიმატოვეს. დამწყევლეს მხოლოდ იმის გამო, რომ მე მინდოდა ცოცხალი მენახა ჩემი გოგონა. ისინი წავიდნენ და ჩვენ მარტო დავრჩით. ჩვენი მშობლებიც კი არ მოვიდნენ ჩვენ სანახავად. ვფიქრობ, რომ იეღოვას მოწმეები არასდროს დაფიქრებულან სერიოზულად სისხლის პრობლემაზე. მართლები არიან ისინი თუ არა? თუ არა და მაშინ საგუშაგო კოშკის საზოგადოება ათასობით ადამიანის სიკვდილში არიან დამნაშავენი. ეს უსამართლობაა და დანაშაული. ვფიქრობ, ბოროტებას ისეც უნდა ხედავდე, როგორიც არის. ორგანიზაცია არის ყველაფერი. იეღოვას მოწმეებს წამთ, რომ ეს ორგანიზაცია ღმერთის ერთადერთი მაცნეა და ღმერთის ყველა მითითება ადამიანებისათვის ამ გზით მოდის. ადამიანებს მმართველ კორპორაციაში ამის სჯერათ. მეც მჯეროდა მათი. ამიტომ ვიღებდი მონაწილეობას რაღაც საქმეებში. ახლა კი მრცხვენია, რომ მათთან მქონდა საქმე. თუ საგუშაგო კოშკის ხელმძღვანელობა ფლობს და ტკბება ძალაუფლებით, მათ ამაზე პასუხიც უნდა აგონ. არაფერი ისე არ მოწმობს ამას, როგორც 1975 წლის ცრუ წინასწარმეტყველება. როდესაც საგუშაგო კოშკის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ეს თარიღი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ყველაფერი ამ დროს მოხდებოდა, რადგან არავის შეეძლო სხვა თარიღის დასახელება. მე ჩავებღაუჭე ამას, რადგან ეს იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო და მთელი ჩემი იმედებიც მასზე დავამყარე. 60-იან წლებში საგუშაგო კოშკი გარანტიას იძლეოდა იმის თაობაზე, რომ სამყაროს დასასრული 1975 წელს მოვიდოდა. ამ წინასწარმეტყველებამ ორგანიზაციაში ახალი წევრები მიიზიდა. ორგანიზაცია ყვაოდა, მაგრამ იეღოვას რიგით მოწმეებზე ამან სხვაგვარად იმოქმედა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ არმაგედონი 1975 წელს იქნებოდა. ამიტომ აღარ ვფიქრობდი კარიერაზე. მე არ შევედი კოლეჯში, რადგან დასასრული ასე ახლოს იყო. სკოლას ვამთავრებდი, საოლქო ზედამხედველმა მირჩია სწავლის მიტოვება და იეღოვას მოწმეობისთვის მთელი დროის დათმობა. იმიტომ რომ სამყაროს დასასრული 1975 წელს უნდა დამდგარიყო.
ჩვენ მძაფრად გვგრძნობდით 1975 წლის მოახლოებას და ასევე ამ სისტემის დასასრულის მოახლოებას. გავყიდეთ სახლი ქვემო მიჩიგანში და ჩრდილოეთისაკენ წავედით. ავაშენეთ სამეფო დარბაზი და იქ ვაპირებდით დარჩენილი წლების გატარებას. შევაგროვეთ 1975 წლამდე სამყოფი ფული. როდესაც საგუშაგო კოშკის წინასწარმეტყველება არ შედგა, ეს დიდი იმედგაცრუება და უბედურება იყო. მინდოდა გათხოვება, შვილების ყოლა. მაგრამ დასასრული ხომ ასე ახლოს იყო. ამიტომ, როდესაც მე და ფრედი დავქორწინდით, გადავწყვიტეთ არ ვყოლოდა ბავშვები. გონია, რომ ორგანიზაციისთვის ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. როდესაც 1975 წელს სამყაროს დასასრული არ დადგა და საგუშაგო კოშკის ეს წინასწარმეტყველება არ ახდა. და მაინტერესა, თუ ისინი ამაში შეცდნენ, მაშინ რაში არ არიან კიდევ მართლები. და ისევ, საგუშაგო კოშკის ფაქტები გამონაგონი აღმოჩნდა. იეღოვას მოწმეები ცდილობდნენ ახსნა განმარტების მოძებნას, მაგრამ ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ვერაფერს ხედავს, ისე ცუდად, როგორც უსიამოვნო სიმართლე. დღეს ისინი სრული მზადყოფნით უარყოფენ წინასწარმეტყველებას სამყაროს დასასრულზე. მსგავსი არაფერია. ჩვენ არც კი ვცდილობდით დაგვესახელებინა თარიღი. ის რომ საგუშაგო კოშკის ისტორია და საზოგადოების გულწრფელობა ტყუილი და დამახინჯებული ჭეშმარიტებაა, შეიძლება დავინახოთ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გაცნობის დროს. მათი დაუძინებელი მტერი მათივე ლიტერატურაა, რომელიც ნათლად განმარტავს ადამიანის ბუნებასა და ღვთისმეტყველებას. იეღოვას ხელმძღვანელობა განუწყვეტლივ მალავდა და ცვლიდა თავის სწავლებებს. ყოველ ჯერზე ახალ ნათებას უწოდებდა მათ. ის, რასაც საგუშაგო კოშკის საზოგადოება ვერ ეგუება, არის კრიტიკული აზროვნება. აი რატომ უკრძალავენ ისინი თავის მიმდევრებს წაიკითხონ ის მასალები, რომლებიც მათ სიცრუეში ამხელს. ამან გულის სიღრმემდე შემძრა. ისევე როგორც სხვა იეღოვას მოწმე, ვისაც ეს გაუგია. ჩვენ ისე ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ ხელმძღვანელები, კორპორაციის მმართველი არასოდეს მოგვატყუებდა, რომ ისინი ყოველთვის გვიქადაგებდნენ სიმართლეს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს იყო სიცრუე. ხელმძღვანელები გვატყუებდნენ. ამის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. ამაზე რომ საუბრობდით, ისინი გვაწყნარებდნენ, ან გვაიძულებდნენ გაჩუმებას. ასე მოუვა იეღოვას ყველა მოწმეს, ვინც მოусმენს ამ პროგრამას და ეს მათ იციან. როდესაც საბჭოში ვიყავი, ვხედავდი, რომ უმეტეს დროს ჩვენ ორგანიზაციაში მოწმეების შენარჩუნებას უთმობდით და იმას, რომ არ დაგვეშვა ბოროტი განზრახვით მოსული ადამიანები. შეგვექმნა თავისებური დაცვა. ეს გადაწყვეტილებები ისევ და ისევ ბიბლიას ეწინააღმდეგებოდა. ამ ადმინისტრაციული მცნებების დამრღვე მოწმეს ართმევენ წევრობის უფლებას და რიცხავენ ორგანიზაციიდან. იეღოვას მოწმეები იშორებენ მათ, ვინც უარს ამბობს სწორი პრინციპების დაცვაზე. ბიბლიაში საუბარია იმაზე, რომ არ მიყვნენ ცრუმოძღვრებებს, გახდნენ კრების წევრები და ასე შეინარჩუნონ სულიერება. მე ქმართან ერთად ქრისტიანულ ეკლესიაში წავედი. ამის გამო იეღოვას მოწმეებმა გამაგდეს. მათ სჯერათ, რომ ეს ეშმაკთან სულიერ წაბილწვას ნიშნავს. როდესაც მუშაობდი ბრუკლინის შტაბ-ბინაში, ბეთელში, ხშირად ვამუშავებდი უწყისებს წევრობის ჩამორთმევის შესახებ შეერთებული შტატების სხვადასხვა კრებიდან. მათი რიცხვი კვირაში რამოდენიმე ასობით ადამიანს აღწევდა, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენ ადამიანს ჩამოართვა ორგანიზაციამ წევრობის უფლება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მკაცრად იყო აღრიცხული, მათ მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის ჩათვლით. ძირითადად ეს სექსუალური ხასიათის შეცდომებია. თუმცა იყო ისეთებიც, როგორიცაა მოწევა, საეკლესიო დღესასწაულების დაცვა. ამის გამო ადამიანებს წევრობის უფლებას ართმევდნენ. თუ ვინმეს განდგომა სურს ბიბლიის თანახმად, მათ არასოდეს დავპატიჟებ ჩვენ სახლში, არც კი მივესალმებით. თუ ადამიანი თავის სურვილით მიდის, მას ზუსტად ისევე ექცევიან, როგორც წევრობის უფლება ჩამორთმეულს. როდესაც მე და ჩემმა ქმარმა წერილი მივწერეთ გარიცხვის მოთხოვნით, ჩვენ უბრალოდ კი არ გაგვირიცხეს წევრობის სიიდან, არამედ თავს გვარიდებდნენ როგორც ბოროტებს. ახლაც თუ კი ჩვენთან იეღოვას მოწმეს დაინახავენ, მას გარიცხვით ემუქრებიან. ამ რელიგიიდან შეუძლებელია ადამიანის ღირსეულად წასვლა. მე დავტოვე საგუშაგო კოშკის საზოგადოება იმის გამო, როგორც მოექცნენ ჩვენს ოჯახებს. ვერც კი წარმომედგინა, რომ შვილები უარს იტყოდნენ ჩემზე. მე მყავს 2 წლის შვილიშვილი, რომელიც არც კი მინახავს. ჩემ 2 შვილს და 5 შვილიშვილს საგუშაგო კოშკმა ჩემთან შეხვედრა აუკრძალა. რომელი ქრისტიანული ორგანიზაცია აუკრძალავდა შვილებს და შვილიშვილებს დედასთან და ბებიასთან შეხვედრას. ყველა აღიარებს, რომ იეღოვას მოწმეების გაძევების პრაქტიკა ცივი და სასტიკი ქცევაა.
გაძევებულთა ცხოვრება სავსეა გულგატეხილი მარტოობით, ოჯახთან დაშორებით გამოწვეული უსასრულოსევლით. ძნელია იმის გაგება თუ რა იწამო, რისი იმედი გქონდეს. რამდენადაც მწამდა, რომ ისინი იყვნენ ერთადერთი გზა ღმერთისკენ მიმავალ. მე ვერ ვაიძულე ჩემი თავი წავსულიყავი სხვა რომელიმე ეკლესიაში, იმისათვის რომ სხვა გზით აღმომეჩინა ღმერთი. ჩვეულებისამებრ იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, რომ ორგანიზაციიდან წასვლის შემთხვევაში მათ წასასვლელი ადგილი აღარ ექნებათ. მაგრამ მე და ჩემი ცოლი ბიბლიის კითხვისას მივხვდით, რომ შეიძლება ქრისტესთან მისვლა და ასეც მოვიქეცით. მე ხელთ ჩამივარდა მათი ლიტერატურა, სრულ წინასწარმეტყველებებისა და იმის შესახებ, თუ როგორ მალავდნენ ისინი ამას ტყუილები. ამით შევძელი გამეგო, რომ ისინი არ იყვნენ ღმერთის ორგანიზაცია. მეც დავიწყე ღმერთის ძიება და ვიპოვე იესო ქრისტე. ის არის ჩემი გადამრჩენი და მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ორგანიზაციაში გატარებული ათასობით საათი. ყველაფერი დასრულდა. ღვთისწყალობამ გადაგვარჩინა. ლოცვამ ბედნიერებითა და სიმშვიდით აგვავსო. იმ ბედნიერებით, რომელიც ჩვენ არასდროს განგვიცდია, როდესაც იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ჩვენ საგუშაგო კოშკში დიდხანს მუშაობდით, მაგრამ სანამ არ წამოვედით ორგანიზაციიდან, ვერ გავიგეთ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარულის აზრი. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქრისტიანებისთვის არის კიდევ ერთი მსახურება, რომელიც თავად დაგიკაკუნებთ კარზე. თქვენ სახლში მოსული იეჰოვას მოწმეები გზააბნეული ადამიანები არიან. თუ მზად იქნებით, თქვენ შეძლებთ ხელის გაწოდებას და იმის ჩვენებას, თუ რა არის ნამდვილი ქრისტიანული ურთიერთობა. ჩვენთვის ეს დიდი გზა იყო, მაგრამ არ ვთვლით, რომ ფუჭი იყო. ჩვენი ცხოვრების დარჩენილი დღეები მით უფრო ძვირფასი იქნება ჩვენთვის, რამდენადაც ახლა ჩვენ ურთიერთობა გვექნება იესო ქრისტესთან.